Christem daglots სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა. დიდებული მოციქული პავლე განსაცვიფრებელ სიტყვებს ამბობს თავის ერთ ეპისტოლეში, რომ ჩვენ სახლეული ღმრთისანი ვართ, ანუ თანამედროვე ქართულად ვთქვათ, ჩვენ ღმრთის, ანუ ღმერთის ოჯახის წევრები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, როგორი ღმერთი გვწამს, ღმერთი უხილავი, ღმერთი გამოუთქმელი, როგორც საიდუმლოა შევკითხულობ, სამყაროს მიღმიერი, ღმერთი, რომელიც არავის არასოდეს უხილავს, როგორც იოანე მოციქული ბრძანებს, დღეს ხსენებული იოანე ღვთისმეტყველი და მოციქული. და ამ დროს უცებ ეს გაუგებარი სიტყვები, თუ ამგვარად მიუღწეველია, როგორ შეიძლება ვიყოთ ჩვენ მისი ოჯახის წევრი. მაგრამ დღევანდელი სახარება გვიჩვენებს, თუ ეს როგორ შესაძლებელი. გახსოვთ, რა სიტყვებს ეუბნება დღევანდელ სახარებაში უსაყვარლეს მოწაფეს იოანეს მაცხოვარი, როცა იგი გოლგოთაზეა ჯვარცმული, რომ იგი მიანიშნებს ყოვლადწმინდა დედაზე, რომ ამიერიდან იგი შენი დედაა და ყოვლადწმინდა თავის დედას, ყოვლადწმინდა დედას ეუბნება, რომ იოანე მოციქული მისი შვილია. ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა მამასა და სულიწმინდა ღმერთთან ერთად, მოვიდა რა ადამიანად, შემოვიდა ჩვენში, ჩვენს ცხოვრებაში, მყავდა რა მას დედა, უწოდებდა რა მას დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უწოდებდა რა მას შვილოს, გონებისათვის მიუწვდომელი, სიმდაბლე, ბერძნული სიტყვაა კენოზისი, ანუ როცა თავისთავად წარმოაცარიელა ღმერთმა, უკიდურესი დამდაბლება. ხატი მონისა მიიღო, როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, აი ამით და ეს გონებისათვის მიუწვდომელია. მიუწვდომელია გონებისათვის და იგი მიუწვდომელია ჩვენი ცხოვრების წესიდან ჩვენი ცხოვრებისათვისაც, ცხოვრებაში მიუწვდომელია. ჩვენ ძალიან გვიჭირს იმის დატევნა, რომ იესო ქრისტე თან ჩვეულებრივი ადამიანია და თან აბსოლუტური ბუნებით ადამიანი და ღმერთი სამყაროს შემოქმედი. ანუ ეს არა მარტო კიდევ ვიმეორებ, არა მარტო გონებისათვის არის მიუწვდომელი და რწმენით ვიღებთ, არამედ ცხოვრების წესით, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში სამწუხაროდ იმას კი არ ვამოწმებთ, რომ ქრისტიანები ვართ, არამედ იმას ვამოწმებთ, რომ ვერ ვიღებთ ცხოვრებაში იმას, ამ დიდ საიდუმლოებას. ერთის მხრივ, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ის ყველა ის ტკივილი იტვირთა, რომლის გამო ჩვენ ვწუწუნებთ ხოლმე. ამავე დროს იგი არის ღმერთი, რომლის წინაშე უნდა ძრწოდეს ყოველი არსება, რომლის წინაშე მოდრკების ყოველი მუხლი ქვეყანაზე, ზესაში თუ ქვესკნელში, რომლის წინაშე შეუძლებელია იმსახურო კრძალვი, შიში, რომლის სახელის წარმოსთქმა შეუძლებელია კრძალვი და შიში, იმიტომ რომ იგი ღმერთია ყოვლის შემძლე, ამავე დროს ადამიანი, რომელიც თითქოს და იმდენად დაუცველი გახდა, რომ შესაძლებელი გახდა ჩვენ მისთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა, იგი მოგვეკლა, ტანჯი, ცინიზმი, მზაკრობი და სამწუხაროდ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, თუ ადამიანი თავის გულში კარგად ჩაიხედავს, უამრავ წამებს, წუთებს, დღეებს, წლებს აღმოაჩენს, როცა ჩვენი გული გადაქცეული იყო გოლგოთად და ჩვენ უფალს ვერ დგულებდით. მაგრამ აი დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ თუ ჩვენ იოანეს მიუბაძავ და სწორედ მოციქულთა ცხოვრება იმითოა გადმოცემული წმინდა წერილში, რომ მათი შეცდომებით ვისწავლოთ და იგივე შეცდომებით ჩვენ არ დავუშვათ და მათი რწმენით ჩვენ გავძლიერდეთ და მიუბაძოთ მათ რწმენას, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მობაძავ ჩემ და იქმენ თვითაცამე ქრისტესა და ამ შემთხვევაში იოანე მოციქული ჭეშმარიტად მიბაძვას იმსახურებს, სწორედ იმ ყოველთვის არა, აი მაგალითად იოანე მოციქული როცა თავის ძმასთან ერთად და დედასაც ჩართავენ ამ საქმეში, რომ უფალი თავის ჯვარცმაზე ესაუბრება და როცა მოციქულები ეუბნებია, რომ მოგვეცი იმის შესაძლებლობა, რომ როცა შენ გამეფდები და მიწიერ დიდებას მიაღწევ, ერთი მარჯვენი და ერთი მარცხენი ჩვენს და დავждები, აი ამაში მათ არ უნდა მიუბაძო. მაგრამ უნდა მიუბაძო და ადამიანური სისუსტემი ძალიან კარგად ჩანს მოციქულთა, ესეც ჩვენს გასაძლიერებლად არის, იმიტომ რომ მოციქულები ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს მათ ჰქონდათ საოცარი განსაცვიფრებელი სიყვარული ქრისტესი და იოანე ყველაზე ძლიერად ამჟღავნებს ამას, რომელიც შემდგომ სხვა მოციქულებსაც რა თქმა უნდა დაადასტურეს და იგი ბოლომდე მიყვება ქრისტეს. ბოლომდე და გოლგოთაზე მასთან დგას და როცა
აი ამის შემდეგ გოლგოთაზე ჩვენ ვიგებთ, რომ იოანე ამიერიდან ღვთისმშობლის შვილი და ღვთისმშობელი იოანეს დედა არის. ეს მარტო იოანეზე კი არ არის საუბარი, ყოველ იმ ადამიანზე, რომელიც ქრისტეს მოწაფე ხდება და ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამისათვის, თქვენ მოწაფენი ჩემნი ხართ, უფალი ყველას გვეუბნება, თუ ჩვენ მოწაფეობის რეალიზებას მოვახდენთ იმაში, რომ ჩვენ მეგობარნი გავხდებით ქრისტესთან, თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, ამასაც გვეუბნება და ეს ნიშნავს, რომ მას უერთგულებთ მის ტკივილებში, მის ჯვარსახოვან გზას გავიმეორებთ, ვეცდებით, რომ გოლგოთამდე ავყვეთ ამას, მაშინ ამ შემთხვევაში ჩვენ ღირსი ხდებით ღვთისმშობლის შვილობისა და ღვთისმშობელი ჩვენი დედა, ღვთისმშობლის შვილობის გარეშე და ღვთისმშობელი რომ ჩვენი დედა აი ამის გარეშე შეუძლებელია იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. იმიტომ რომ ღვთისმშობელი ეს ის სულიერი ცხოვრების ის გულია, რომელთანაც წარმოიშობა სიყვარული ქრისტესადმი. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ყველაფერი ვაკეთოთ, ყველა წესი და კანონი შევასრულოთ. რაც კი მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენთვის მოუწია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქრისტე გიყვარდეს. და გამოცდილი მამები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ ქრისტე შეიყვარო, არა უბრალოდ ძალდატანებით, რომ ცდილობთ სულიერად ვიცხოვროთ, გულში ვიყოთ ჩვენს გულში იესოს სახელი ვახსენოთ, ხშირად ბეზიაროთ, ევქარისტიული ცხოვრება გქონდეთ, საათობით ვიდგეთ მსახურებაზე ვიმარხულოთ, ეს ყველაფერი აუცილებელია. ჩვენ გულის ყანას ვთოხნით, მაგრამ ნაყოფი ამ გულის ყანაზე მუშაობისა ნაყოფი არის სიყვარული ქრისტესი. ხოლო სიყვარული მადლით ხდება და აი ამ სიყვარულის მოცემა, რაც მიზანია ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, იმიტომ რომ როცა გიყვარს ქრისტე, უკვე მას მისი მსგავსი ხდები, მისნაირი ხდები, მასავით აზროვნებ, მასავით ცხოვრობ, როგორც მოციქულები გვასწავლია, მოთაშორის იოანე მოციქული პირდაპირ გვეუბნება თავის წერილებში, რომ თუ გვინდა რომ ქრისტიანები ვიყოთ, მასავით უნდა ვიდოდეთ, ანუ მასავით უნდა ვცხოვრობდეთ, აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ის მადლის წყარო, რომლის წინაშე ვედრებითაც შეიძლება მივიღოთ ეს წყალობა, რომ გვიყვარდეს იესო ქრისტე, როგორც ძმა, როგორც ძმა და შესაბამისად თავად ღვთისმშობელი, როგორც დედა. და აი ამ დროს ჩვენ ხდებით ღვთის ოჯახის წევრი, იმიტომ რომ ღვთისმშობელი ჩვენი დედა და იესო ქრისტე ჩვენი ძმა არის. აი ეს არის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ღმერთის ოჯახის წევრობას კიდევ უფრო მაღალი განზომილება აქვს. ეს ის განზომილებაა, როცა ჩვენ ვიმკვიდრებთ თუ ვცხონდებით ყოვლადწმინდა სამების წიაღში მარჯვენით მამისა ადგილს, სადაც მრავალი სავანია, იმიტომ რომ უფალი ამბობს, სადაც მე ვარ, მნებავს, თქვენც იქ იყო და ჩვენ ვიცით, განსაცებული ღმერთი, სად არის თავის ადამიანური ბუნებით, იგი აღსდგა, ამაღლდა ზეცად, ჩვენ ამაღლების პერიოდში ვიმყოფებით და დაждდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა. ადამიანური ბუნება, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ დღეს, ასევე ჩვენ ვეზიარეთ, ვინც არ ვეზიარეთ, ძალიან ცუდია. ყოვლადწმინდა, უბრალოდ ამაღლებული, განკაცებული, განხთობილი ადამიანური ბუნება, რომელიც მარჯვენით მამისა არის, ჩვენ მისი ნაწილნი ვართ. დღესაც მისი ნაწილნი გავხდით. ანუ ჩვენ პოტენციაში უკვე ზეცაში ვართ და როგორც კი თუ მოხდება ის ჩანაფიქრი ღმერთისა თითოეული ჩვენთაგანის გამო, თუ ჩვენ ცხონდებით, თუ ჩვენ ზეციური მამის შვილები გავხდებით, იმის გამო, რომ ძე ღმერთის სხეულის ნაწილი და გაგრძელებანი ვარ და შესაბამისად მისი სისხლი და ხორცი ვარ, შესაბამისად მისი დედის შვილები ვარ, შესაბამისად მისი ძმანი და დანი ვარ, მაშინ ჩვენ ხდებით თანამემკვიდრე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტესი და ანუ ხდებით მამის შვილები არა როგორც გერები, არამედ მადლით ქრისტეს მსგავსნი, ანუ თანამემკვიდრენი და შესაბამისად ხდებით ყოვლადწმინდა სამების სიდიადის თანამონაწილენი და შესაბამისად მართლაც საღვთო ოჯახის წევრნი, სახლეულნი ღვთისა. აი ეს სიდიადეა მოწოდებული, ამ სიდიადესთვისა ვართ მოწოდებული და ამ სიდიადეზე გვესაუბრებოდა დღეს სახარება ასევე დღეს, ანუ ის რომ ჩვენ დავხდეთ დავიმკვიდროთ იმ სავანეში, რომელიც გამზადებულია ჩვენთვის, ჩვენი ადგილი ყოვლადწმინდა სამების წიაღში, ამისათვის საჭიროა, რომ აქ დედამიწაზე უერთგულოთ ქრისტეს, ჩვენთვის ჯვარცმულ ღმერთს
გოლგოთამდე, რომ ღვთისმშობელი გახდეს ჩვენი დედა და რომ ჩვენი გული განიწმინდოს ღვაწლით და ჩვენ გულში, როგორც გვასწავლის ასევე უფალი იოანეს სახარებაში, რომლის ხსენებაც არის დღეს, ჩვენ გულში დამკვიდრდეს მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი და როგორც უმონახალი ღვთისმოწყალე ამბობს, ამ დროს ჩვენი გული, ჩვენ გულსა და ზეცსა შორის განსხვავება აღარ არის, იმიტომ რომ ზეცსაში გონებისათვის მიუწვდომლად მკვიდრობს ყოვლადწმიდა სამება, ასეთი ადამიანის გულში გონებისათვის მიუწვდომლად მკვიდრობს ყოვლადწმიდა სამება. ეს არის გზა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, ეს არის გზა ჩვენი გაღმრთობისა, ეს არის გზა ჩვენი ქრისტიანობისა. ქრისტემ დაგლოცოთ გაგაზრიეროთ ტაძრის წინამძღვარს. აგელოსის დღეს შენ აგელოსის დიახონს ჩაფხოთ ესე თუ ასევე მამა იოანეს, ასევე მეორე მამა იოანეს, ასევე იოანეს სახელს ატარებს და მე გილოცავ აი მე პირველად ვიყავი აქ ყოფილი ვარ, მაგრამ აქ პირველად და მე არ მოველოდი რომ ნახე შენებარე მდგომარეობაში რაღაც გაუგებარი მდგომარეობა რო ქონდა დამხვდა მშვენიერეს ტაძარი მაღალი ჭერით, ამას საოცარი აკუსტიკა აქვს, წეღად რომ გალობდნენ, აი თითქოს ეს ხმა ძლიერდებოდა, მოკლედ ძალიან კარგი ტაძარი გაქვთ და გაუფრთხილდით და ღმერთს მადლობა უთხარით, რომ უფალმა ინება, რომ არაფრისაგან თითქოს ააშენა ეს ტაძარი. კიდევ ერთხელ გილოცავ და მე მადლობას გიხდით მამა ივანეს როგორც წინამძღვარს. ქრისტემ დალოცოს, ძალიან კარგი ტაძარია. და მე მადლობას ვუხდი თქვენ წინამძღვარს მამა იონას, რომელმაც მოგუპატიჟა და დღეს აქ თქვენთან ერთად მსახურების ხილსი გაგხადა ამ ეს გადაგაცემით.